კომპანიების ნაწილი უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მათი საქმიანობის სფეროს, ზომისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად ცვლილებები აუცილებლად შეეხებათ. ომები, ეკონომიკური კრიზისები, ტექნოლოგიების განვითარება თუ სახელმწიფო რეგულაციები არასდროს დასრულდება და ავტომატურად იმოქმედებს თქვენი და თქვენი კლიენტების ქცევაზე. სხვადასხვა პანდემია იყო ამის ნათელი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კომპანიისთვის ცნობილი იყო, რომ მომავალი იყო ციფრული სამყაროსი, მაინც ნაკლებად ემსადებოდნენ ცვლილებებისთვის და უფრო მეტად სტაბილურ გარემოში ოპერებას იყვნენ მიჩვეულები. აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც მომხმარებელი ნაკლებად ინფორმირებული იყო. სოციალურ ქსელებში რეკლამა იაფიღირდა. თანამშრომლები იშვიათად ტოვებდნენ სამსახურს და ბაზარზეც ცვლილებების ტემპი მეტნაკლებად სწრაფი არ იყო. დღეს თითქმის ყველა დირექტორს შეუძლია გითხრათ თუ როგორ იქნება ბაზარი 3 ან 5 წელიწადში. თუმცა ძალიან ცოტას აღმოჩნდება პასუხი კითხვაზე თუ რას აკეთებენ ისინი ამ შეცვლილი ბაზრისთვის მოსამზადებლად. უცნაურია რა, იცოდე რა იქნება და თითქმის არაფერს აკეთებდე ამისთვის. ამიტომ მთავარი კითხვა ასეთია: როგორ მოვებზადოთ მომავლისთვის, ანუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებებთან რეალური ადაპტაცია. სანამ ამ კითხვაზე ვუპასუხებ, ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავარკვიოთ. ცვლილებებზე მორგება და ცვლილებებთან ადაპტაცია ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. მორგება ნიშნავს, რომ ცვლილება უკვე მოხდა და ახლა უკვე გადარჩენას ცდილობთ. მაგალითად, თქვენი კონკურენტი თქვენს კლიენტებს უფრო სწრაფ და გაციფრებულ მომსახურებას თავაზობს. ამ დროს თქვენ იწყებთ გუნდის დაკომპლექტებას, სისტემების გამართვას, პროცესების დაჩქარებას, ანუ ერგებით უკვე მოხდარ ცვლილებაზე. მაგრამ ამ დროის მონაკვეთში თქვენი კონკურენტი სხვა ცვლილებებთან ადაპტაციაზე მუშაობს. მან წინასწარ დაინახა ტენდენცია, გაანალიზა კლიენტის მომავალი ქცევა და ახალი გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყო. შედეგი, როცა ბაზარი იცვლება, ლიდერი ისრჩება, თქვენ კი კვლავ დაგვიანებული რეაგირება გიწევთ. თუ დააკვირდებით, კომპანიების უმეტესობა სწორედ ამ ციკლში ცხოვრობს წლების განმავლობაში. ზოგს გონია, რომ ბაზრის ლიდერებს ცვლილებებით გამოწვეული შესაძლებლობები და საფრთხეები ნაკლებად ეხებათ, თუმცა ისტორია საპირისპიროს ადასტურებს. პროდაგმა ვერ დაინახა მომავალი, როდესაც უარი თქვა ციფრული ფოტოაპარატის განვითარებაზე. იაჰუმ ვერ გააანალიზა Google-ის პოტენციალი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გიგანტურ ბიზნესად იქცა. ორივე კომპანიას ერთი საერთო პრობლემა ჰქონდა. მათი მართვის სისტემები და კულტურა დაცლილი იყო ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობებით. ბაზის ლიდერობა არ ნიშნავს უსაფრთხოებას. ხშირად სწორედ ბაზის ლიდერები ხდებიან ხოლმე ცვლილებებისთვის მომზადებლები. როგორ ვადაპტირდეთ ცვლილებებთან? დღეს ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელი მართვის 4 შედეგის მიღებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. პირველი არის ფუნქციურობა. დღეს კომპანია ბაზაზე რეალურად უნდა იყოს საჭირო. კონკურენტული უპირატესობა ნამდვილად აღარ არის ფუფუნების საგანი. ეს არის გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა. თქვენს გასაყიდ პროდუქტებს და სერვისებს უნდა გქონდეს ისეთი ფასეულობა, რომლის გადმოყოფილება კონკურენტებს არ შეეძლებათ და კლიენტებისთვის იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ კლიენტებს თქვენთან დაბრუნების ხელშესახები მიზეზები უნდა მისცეთ. როცა კომპანია პირად კონტაქტებზე ან შემთხვევით გაყიდვებზე არის დამოკიდებული, არასტაბილურ ეფექტიანობას იღებს. თუ კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი არ ხართ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაქრებით ბაზრიდან. მართვის მეორე აუცილებელი შედეგი არის ოპერატიულობა. კომპანიას უნდა გქონდეს საკმარისი საოპერაციო მოგება იმისთვის, რომ სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირება შეძლოს. ამიტომ ხარჯების კონტროლი, სისტემების გამართვა, პროცესების ორგანიზებულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საოპერაციო მართვა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დირექტორის მთელი ენერგია ყოველდღიურ ქაოსს არ მიჰქონდეს. მისი ყურადღება მომავალზე უნდა იყოს მიმართული. ბევრ კომპანიაში კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დაბალი ოპერატიულობაა. ამ შემთხვევაში კომპანია გავს მაღაროელს, რომელიც წარმატებით მოიპოვებს ოქროს, თუმცა გვირაბების გამაგრებაზე ნაკლებად ზრუნავს. რატომ ვისაუბრებ ფუნქციურობასა და ოპერატიულობაზე? იმიტომ, რომ მომავლისთვის მოსამზადებლად თქვენი კომპანია ფინანსურად და ორგანიზაციულად გამართული უნდა იყოს. თუ კომპანია მუდმივად თვით გადარჩენისთვის იბრძვის, მომავალზე ფიქრის რესურსი უბრალოდ აღარ რჩება. ტრანსფორმაცია მართვის მესამე მნიშვნელოვანი შედეგია.
ბაზარი მუდმივად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სამომავლოდ თქვენს კლიენტებს თქვენი პროდუქტები და სერვისები საერთოდ არ სჭირდებოდეს. ასევე შეიძლება ცვლილებებმა გამოიწვიოს ის ფაქტორი, რომ გააჩინოს ახალი სამომხმარებლო ბაზარიც. ამიტომ კომპანიამ მუდმივად უნდა იმუშაოს ახალი მიმართულებების შექმნაზე, არსებული პროდუქტების განვითარებაზე ან უბრალოდ გაუქმებაზე და რაც თავარია, საკუთარი იდენტობის განახლებაზე. ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რასაც ქართველი მეწარმეები უშვებენ ხოლმე, არის ის, რომ ცდილობენ საოპერაციო მოგება აინვესტირონ ახალი ბიზნესების შექმნაში, ნაცვლად იმისა, რომ უკვე არსებული ბიზნესი სამომავლო ცვლილებებისთვის მოამზადონ. შედეგად, სახეზეა ორი ცვლილებებისგან დაუცველი ბიზნესი. მართვის მეოთხე შედეგი არის თანამშრომელთა ჩართულობა. კომპანიაში უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც მინიმუმ საკვანძო თანამშრომლები მაინც არ მუშაობენ მხოლოდ ხელფასისთვის. მაღალი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თანამშრომლები განსაზღვრავენ იმას, თუ რამდენად ხარისხიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და რამდენად სწრაფად მოახდენთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას. თუ კომპანიაში განსხვავებული აზრი არ ისმის, კამათი არ არის წახალისებული, გუნდური მუშაობა სუსტია და თანამშრომლები თავს მხოლოდ შესრულებად გზობენ, მაღალი ჩართულობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ადამიანები კომპანიის განვითარებაში რეალურად უნდა მონაწილეობდნენ. რამდენიმე განათლებული და ჭკვიანი დირექტორი ცვლილებებთან ადაპტაციას ვერაზოს მოახერხებს. ამისთვის საჭირო არის გუნდი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა და მიკუთვნილობის განცდა. ქართულ რეალობაში ვიცი კომპანიები, რომლებსაც იდეალურად გაწერილი სტრატეგია აქვთ, თუმცა მათ აღსრულებას პრაქტიკაში თითქმის ვერ ახერხებენ. მიზეზი კი მარტივია. ადამიანები პროცესში რეალურად ჩართულნი არ არიან. მართვის ამოთხ შედეგს შემთხვევით ვერ მიიღებთ. ამისთვის კომპანიაში დროული და რელევანტური ინტერვენციები არის საჭირო. მთავარი კითხვა აღარ არის მოვა თუ არა ცვლილება. მთავარი კითხვა, მზად იქნებით?